ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის ამორიგი შეტევა ევროპულ სასამართლოზე ამჯერად სტრასბურგის კრიტიკა რუსთავიორის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო და შემდეგ მართლმა გუნდმა ერთმა დაიტაცა. სტრასბურგის სასამართლომ ზეწოლის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. ასეთია ქართული ოცნების ახალი გზავნილი. ზეწოლაში კი ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებს. ანუ დღევანდელი განცხადებები რო განმარტოთ, ქართული დამოუკიდებელი და ხელისუფლების გავლენისგან სრულად თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერეს ზეწოლის ქვეშ მყოფმა არაკომპეტენტურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართული მართლმსაჯულების ობიექტური ვერდიქტი. და რაც თავარია, ამ გზავნილის ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, რომლის ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად აღიქმება. პრეზიდენტის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და შემდეგ მიზანი იყო პირდაპირ ის, რომ სტრასბურგი მოქცეულიყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური გავლენებით ნაკარნახევს უწოდებს. ირაკლი ყობახიძის ბრალდების ადრესატი კი ყველა ის პირი თუ გაერთიანებაა, ვინც რუსთავიორის საქმეზე სტრასბურგს აღსრულების შეჩერების მიზნით მიმართა. რაც ყველას თვალწინ მოხდა, მთელი საზოგადოების თვალწინ მოხდა, მხოლოდ ის დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ. ამ დროს შეაჩერა რატომ, როდესაც პრეზიდენტი მიმართავს იქ ეგრეთ წოდებული პარტიები და NGO-ები, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური NGO-ები, ყველა ერთად როცა მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს, ის ბუნებრივია ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. სტრასბურგმა უნდა თქვას, რომ ქიბარ-ხალვაშმა თავისინებით რეალურად გერმანიაში ლტოლვილი სტატუსი თავისინებით გადაუფორმა მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას. თუ ამას ეტყვის სტრასბურგის სასამართლოს, არ ვიცი, მაშინ მე არ ვიცი. TV პირველი სამეთერის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუხდა. ის ბრალდებებს კვლავ იმეორებს და ამ ფონზე გავლენის მცდელობად ევროსასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის გახმაურებულ ვიზიტს არ განიხილავს. ბუნებრივია ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს არნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ეს არნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა და ეს პოლიტიკური გავლენა ბუნებრივია მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრისაც ბატონო პოლიტიკურ გავლენას ცდილობდა. საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი არ მიუწერია სტრასბურგის სასამართლოს. ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში. ეს სხვა თემა, ჩვენ ნახეთ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს კომენტარი სტრასბურგის სასამართლოში რუსთავიორისთვის დამატებითი მტკიცებულება გახდება იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიის მფლობელების შეცვლა სწორედ ხელისუფლების ინტერესებშია. ქართული ოცნების წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინო და სავალალო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ცხადად აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას ჰქონდა პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი ჩაეხშო რუსთავი ორი. ინფორმაცია აქვს ამ საქმის შესახებ, რომელიც მას არ უნდა კონდეს. ეს ცხადყოფს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და არასამართლებრივი და მთავრობა, ქართული ოცნება და ივანიშვილი ცდილობენ რუსთავი ორის ხელში ჩაგდებას. მტკიცებულებები აუცილებლად გახდება, ყობახიძე ვერ წხვდება თავის და უნებურად, როგორ გიწევთ თქვენ დახმარებას თავის სიბრიყვით. პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა და უნდობლობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომელიც ასევე იყო აღსრულების შეჩერების მიზნით სტრასბურგში გაგზავნილი მიმართვების ავტორი. ორი პირი ამ ქვეყანაში ვერ ავლენს იმ ხელაკეთილგონიერებას, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ გააკეთოს ევროპის სასამართლოზე, იმიტომ რომ ევროპის სასამართლოს მართლმსაჯულებას გაცილებით მაღალი ნდობა აქვს ქართულ საქართველოს მოქალაქეებში, ვიდრე პარლამენტს საქართველოში. თითქოს ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი იყოს, რომ უზენაესმა სასამართლომ ჩვენმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა რუსთავი ორი ქიბარ-ხალვას ეკუთვნის და მას უნდა დაბრუნებოდა, ესეც არ არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. ესე ფიქრობს მხოლოდ ქართული ოცნება. ირაკლი ყობახიძის პოზიციები დღეს მხოლოდ მართველი გუნდის ნაწილმა დაიცვა. თუ მთლიანად გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმის მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით ეს ამის ფაქტები არსებობს. შემდეგ არასამთავრობოების ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბის ზეწოლა. წამყვანი ინსტიტუტების, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების განცხადებები რასაკვირველია გავლენას ახდენს სტრასბურგის სასამართლოს. ამ შემთხვევაში
გადაწყვეტილებაზე. თეორიულად ზოგადად ბუნებაში ყველაფერი არის შესაძლებელი, ამიტომ გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება, რა თქმა უნდა. თუმცა ევროპის სასამართლო ალბათ არის ზოგადად გავლენისგან ესეთი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუცია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე გავლენის მოხდენას კატეგორიულად გამორიცხავენ სამოქალაქო სექტორშიც. მეტის განვითარების ფონდის სტატისტიკასაც ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას მიკერძოებულობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ვერ ექნება. ყველაზე მეტი გადაწყვეტილება სტრასბურგს წინა ხელისუფლებების დროს აქვს მიღებული. ეს განცხადება არის საგანგაშო, როდესაც ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ისევე აყენებს ეჭქვეშ სანდოობას ამ ინსტიტუტის როგორც პრორუსული აქტორები საქართველოში ეს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებასაც უწყობს ხელს. თავი ორის წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს არა კერძო პირი კიმბარხალვაში, არამედ აწარმოებს მისი სახელით მთელი ხელისუფლება, მისი სამივე შტო და კარგია რომ ევროსასამართლოსთან კომუნიკაციით იმ საშუალებებით რომელიც ჰქონდა ეს მოახერხეთ. ამიტომ საუბარი იმაზე რომ ის მძევალი არ არის სწორი. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა შეეცადონ ეხლა რაც შეიძლება ნაკლებად ისაუბრონ ამ საქმეზე, იმიტომ რომ თითოეული ასეთი განცხადება სწორედ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა არსებობდეს სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმის დასრულებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ რუსთავიორის საქმის დეტალებსა და შინაარსზე მინიშნებებით ირაკლი კობახიძე ღიად საუბრობდა როგორც მხარე. ელისო ჯარიაშვილი მუშაობდა დღეს ამ თემაზე. ელისო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ევა გოცირიძემაც შეაფასა, რომლის კომპეტენციაც რამდენიმე თვის წინ ევროპულმა სასამართლომ კითხვის